გამარჯობა ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. 18 წელი შინდისის ბრძოლიდან 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადა საავტომობილო კოლონით სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც რკინიგზის სადგურთან ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს დღეს ტრადიციულად შინდისში გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და ხელისუფლების წარმომადგენლები იხსენებენ. შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფება მირიან გორგოძე და ის შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მირიან, გისმენთ. დიახ, ჩვენ ვიმყოფებით შინდისის გმირთა მემორიალთან. დღეს არის 11 აგვისტო, ეს იმას ნიშნავს, რომ 18 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც აქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით შინდისში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები, საუბარია 17 სამხედრო მოსამსახურეზე, მოხვდნენ უთანასწორო ბრძოლაში რუსულ ძალებთან და გმირულად თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობას. ეს მოხდა მაშინ, როდესაც 2008 წლის 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მოძრაობდნენ გორის მუნიციპალიტეტში და შინდისის რკინიგზის სადგურთან. ისინი მოხვდნენ რუსეთის მოტომსროლელთა ბატალიონის ჩასაფრებაში, ასე ვთქვათ, და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცების ხელში საკმაოდ მწირი შეიარაღება იყო იმ მომენტისთვის, მათ თავი გაწირეს და მათი ქმედება შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი წარსულის წარუშლელი კვალია. ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილი, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან აქ დღეს იმისათვის, რომ ამ ფორმით ყველამ პატივი მიაგოს კიდევ ერთხელ 18 წლის გასვლის შემდეგ დაღუპული გმირების ხსოვნას. ყველა აქ შეკრებილი ადამიანი აცხადებს მხოლოდ ერთს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფაქტობრივად 2 ათეული წელი არის გასული 2008 წლის მოვლენებიდან, გარკვეულწილად ეს ის შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრების განცხადებით დრო ტკივილს არ კურნავს და მთავარი, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას დაღუპული გმირის ოჯახის წევრები, ახლობლები და თანამებრძოლები, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამასე ვთქვათ, გმირების ქმედება უკვალოდ არ ჩაიაროს და მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და სტაბილურობა და სწორედ ამ პირობებში მიეცეს ყველა შესაძლებლობა, რომ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაქონ. მოუშიშებელი ტკივილია ეს ყველაფერი და მაგალითი იმისი, რომ როგორი საშინელება არის. ყველა ჩვენთაგანის სურვილისაა, რომ ესეთ საშინელება აღარასდროს გამეორებულიყოს. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლისწილი ქვეყანა დალოცოს ერთმა და დაიფაროს და დიდება გმირებს რა. ყველა მათგანს, თითოეულ მათგანს აქ დაღუპულ ბიჭებს შეწირულებს ერთმა ნათელი და მათი დანატოვარი გაამრავლოს და გაახაროს ერთმა. 18 წელი გავიდა, არ არსებობს საქართველოს არც ერთი კუთხე, რომ დედის ცრემლი არ იყოს დაღრილი და დღეს კიდე მოვედით ახლა. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, მაინც მოვდივართ, რომ კიდევ გგონია, რომ აქ არიან და ცოცხლები გგონია და ასეთი შეგრძნებით და ასეთი იმით მოვდივარ. ყველა ვინც ომში დაიღუპა, ყველა გმირია. მაგრამ ამათმა რაც გააკეთეს, ეს საუკუნეებით რო გავიდეს ასეთი რაღაცა, 21 საუკუნეა და აღარ უნდა განმეორდეს. დიალოგი უნდა იყოს. შვილის სიმწარე არავინ დედა არ ვუსურვებდი, იმიტომ რომ ძალიან ძნელი და ძალიან წარი ყოფილა. აგვირეკეს 11 საათის დროზე უფრო სწორად და გვითხრეს, რომ მოვდივართო. მარლენი, შმაგი კუბატაძე და ლევანი, ჩემი ლევანი და ახლა ჩვენს გაგვიხარდა, რა თქმა უნდა, ველოდებოდით და მე 2-3 საათის დროზე დავრეკეთ და უკვე გათიშული იყო ტელეფონები და მეორე დღეს ასე შუა დღეზე ადგილობრივი პოლიციის ბიჭები მოვედნენ. ჩემი ყოფილი მოსწავლეები სხვათა შორის და
რომ შევხედინო არ მესიამონა, რა თქმა უნდა, ახლა მივხვდი რაც არ ხდებოდა, მივხვდი. წლები არაფერს არ შვება, იმიტომ რომ იგივე ტკივილია, იგივე თითქოს რაღაც დრომ კურნალია უიტყვიან, მაგრამ დრომ კურნალი არა. იგივე სიტუაცია, იგივე განცდა, იგივე ტკივილი, რაც იყო 18 წლის უკან. 18 წელი არის ძალიან ძიმე ტკივნეული წლები, რასაც ნიშნავს. და არის დროის ემალე გავიდა ჩვენთვის 18 წელი არა სულ გონია რომ 18 დღე და ისევ ის დასაწყისი არის რაც და სანამ ჩემს რუსმანზე დამთავრება არ ეკლევა ტკივილს ერიკი თუკი მეტი მონატრებისაც ეგან აღნიშნე კიდე რომ მონატრებით უფრო მეტი ტკივილი მოდის მეტი სევდა მოდის დიახ 18 წელი შინდისის ბრძოლის მოვლენებიდან აქ ამ დრომდე იკრიბებიან საზოგადოების წარმომადგენლები შინდისის გმირთა მემორიალთან მოდის ყველა იმისათვის რომ კიდევ ერთხელ პირადად პატივი მიაგოს 18 წლის წინ დაღუპული გმირების ხსოვნას ადგილზე ასევე უკვე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ისინი მოვიდნენ აქ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ პირადად მიუსამძიმნონ ოჯახის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. მადლობა მირიან, თქვენ უსმენთ მირიან გორგოძეს. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე და შეცულ მიდგომებზე პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილები კვლავ პოლიტიკური შეფასების თემა. ქართულ ოცნებაში აინტერესებთ, რატომ დუმს უკვე მეორე კვირა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ სცემს საზოგადოებას კითხვებზე პასუხს, რატომ ხვდებოდა აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარზე რუს ტურისტებს, რატომ თანამშრომლობდა ოკუპანტ ქვეყანასთან და რატომ დადიოდნენ მისი მხარდამჭერი ხელოვანები რუსეთში კონცერტების ჩასატარებლად. ხალხის ძალაში ფიქრობენ, რომ პატიმარი პრეზიდენტისთვის ეს თემა მტკივნეულია და მასზე საუბარი არსვობს. განსხვავებულია სააკაშვილის თანაგუნდელების პოზიცია. თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში ანუკა ბუავა განაგრძობს. ანუკა, გისმენთ. როგორ აიხსნება სააკაშვილის დუმილი ახლა ეს არის მთავარი შეკითხვა რომელიც ისმის ყოფილი პრეზიდენტის მისამართით საუბარია სააკაშვილზე რომელიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ყოველდღიურად აქვეყნებს არაერთ პოსტს მათ შორის უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორც არის 2008 წლის აგვისტოს ომი ყურადღების მიღმა დატოვა მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით შეკითხვები რომელიც თავად სააკაშვილის მისამართით არსებობს მათ შორის შეკითხვები არის იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხვდებოდა ყოფილი პრეზიდენტი რუს ტურისტებს საქართველოს საზღვარზე ღვინით ხელში რატომ ეპატიჟებოდა მათ საკუთარ ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ როდესაც სწორედ რუსეთის ბომბები წვიოდა საქართველოში და როდესაც უმძიმესი შედეგები დადგა მის ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი რატომ უხმობდა რუსეთის მოქალაქეებს მოგზაურობისთვის თუ ბიზნეს საქმიანობისთვის ასევე არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ან თუნდაც რატომ გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მათ შორის რატომ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კულტურული კავშირების გაღრმავებას ოკუპანტ ქვეყანასთან მიხეილ სააკაშვილი დუმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკვე მეორე კვირა არაფერს ამბობს ვინაიდან მას ფაქტობრივად შესაძლოა სათქმელი არაფერი ჰქონდეს ასეთი არის ხალხის ძალის პოზიცია თუმცა საინტერესოა ისიც რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან და მათ შორის სააკაშვილის დუმილზე საუბარი არ სურთ მის თანაგუნდელებს დღეს ნაციონალურ მოძრაობას არაერთი მცდელობის მიუხედავად არ გაუცია ჩვენს არც ერთ კითხვაზე პასუხი მათ თქვეს ის რომ ახლა ამის დრო არ არის თუმცა როდის არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემის დრო ესეც გაურკვეველი და უცნობია რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების პოზიციას ხალხის ძალაში ამბობენ რომ სააკაშვილი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი და სწორედ უცხოური დაკვეთების შესაბამისად მოქმედებდა ის 2008 წელსაც როდესაც ცდილობდა რუსეთთან დაახლოებას მის ქვეყანაში ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვეში და მაშინაც მოქმედებდა უცხოური დაკვეთების შესაბამისად როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და სწორედ ამ უცხოური დაკვეთებისა და დირექტივების
მიღების გამო იქცნენ რუსოფობებად, როგორც ხალხის ძალაში ამბობენ სააკაშვილთან ერთად ის კონკრეტული ჯგუფებიც, რომლებიც კონცერტებს მართავდნენ 2008 წლის შემდეგ უკვე თავად ოკუპანტ ქვეყანაში, 2022 წლის შემდეგ კი პოზიციები რადიკალურად შეიცვალეს. ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან, ცეკვა თამაშით, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არ მოგვარდება, რომელიც რუსეთთან არსებობს. რატომ არ განმარტავს სააკაშვილი, რატომ ეპატიჟებოდა რუსებს აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ შეიცვალა მისი განწყობები უკრაინასთან? დღეს აქ ამ წუთას მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი მივაგოთ გმირებს. ეს ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომ შენ საკუთარ სამშობლოში როცა შემოიჭრა რუსეთის ფედერაცია, ამას არ აუშავს და ამის შემდგომ შეგიძლია მომღერლების ამღერო რუსეთში, თქვათ იქ მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, იგივე აქ ვითომ ევროპელი ბურჭულაძე იქ რუსეთის პრეზიდენტს ღვინო კახუროს რომ უმღეროდა და ასევე სააკაშვილის ბევრი კარის მომღერალი დღეს რომ ვითომ რუსოფობები გახდნენ, ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი. საქართველოს რო ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, აქ ინვესტიციებიც უნდა ჩადონ, თავად პრეზიდენტ სააკაშვილი ვინით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი გვახსოვს. ამიტომაც არის რომ სააკაშვილი ბუნებრივად ვერაფერს ვერ იტყვის. ან თუ იტყვის, ისევ რა თქმა უნდა თავის საწინააღმდეგო გამოვა. სააკაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს თავის აი ნაცაგენტურასთან ერთად უცხოურ ძალას. როცა უთხრეს სააკაშვილს და მის ნაცმოძრაობას, რომ თქვენ უნდა ეხლა ლოიალური პოლიტიკა გამოიჩინოთ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ასე გააკეთეს და როდესაც უკრაინას შეიჭრა რუსეთი და უთხრეს, რომ ეხლა თქვენ უნდა ანტირუსული პოლიტიკა აწარმოოთ. და რა თქმა უნდა, აქაც დაუჯერეს, სხვა გზა არც ჰქონდა. ასეთია აგენტის ხვედრი. ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო დისკუსია. ირაკლი კობახიძემ ვრცელ წერილში ისაუბრა ძალიან დეტალურად სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასვა არაერთი რიტორიკული შეკითხვა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და არა კაცილებით ადრე, როდესაც ქართული მიწა იბომბებოდა 2008 წლის აგვისტოში. ირაკლი კობახიძის შემდეგ კი ვრცელი წერილი გამოაქვეყნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, რომელმაც ასევე დეტალურად ისაუბრა მის წერილში, თუ როგორ მოქმედებდნენ კონკრეტული ჯგუფები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და უმრავლესობის ლიდერმა თქვა ისიც, რომ საქართველოში არიან ადამიანები პროფესიის მიუხედავად, რომლებიც სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ აგვისტოს ომის შემდეგაც და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც. სწორედ ამიტომ გახდა მათთვის რუსეთი და ოკუპანტი ქვეყანა სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. ირაკლი კირცხალიას განცხადებას ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა. წერილში უმრავლესობის ლიდერმა აგვისტოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლების რუსეთში გამართული კონცერტები გაიხსენა, რასაც რაჭველი პოსტით პასუხობს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი უკრაინიდან დაწერა და ქართული ოცნება გააკრიტიკა. პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიდან ნიკოლოზ რაჭველი ერთადერთია, რომელმაც გადაწყვიტა კვლავ დაემტკიცებინა, რომ ის რუსებს ებრძვის, თუმცა არ გაუწია კითხვებზე პასუხი და არაფერი უთქვამს არქივზე, თუ რატომ მართავდა დამოუკიდებლად და ნინო ქათამაძესთანაც ერთად კონცერტებს აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში. ხალხის ძალაში დღეს ნიკოლოზ რაჭველის მხრიდან ნაცმოძრაობის მხარდამჭერის სხვა განცხადებებიც გაიხსენეს. პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, რა თქმა უნდა, მინიმუმ არ არის დამაჯერებელი. არაფერშუაში არ არის აქ არც ხელოვნება, არც მომღერლობა. ეს არის ზუსტად და მახასიათებელი ადამიანების, ვინც პირფერობენ, ვინც მიყვებიან უცხოური ძალის ფულს. და მე მათი აქ აგენტურის ფულს. ხაბა ნიკოლოზ რაჭველს არავინ შეეკითხება ახლა პოლიტიკა როგორი უნდა იყოს რუსეთთან. ის მიყვება იმ კვალს, რა კვალიც ექნება აგენტურას, ნაცაგენტურას
შემთხვევაში, რასაც ეწყვიან სოვეთიდან. ეტყვიან ახლა უმღერებენ, ეტყვიან რომ აღარ უმღერო და აგინებენ. ეს არის სწორედ ამაზრზენი, ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ომის შემდგომ შეგიძლიათ ოკუპანტ ქვეყანას უმღერო და სხვა ქვეყანაში რო შეიჭრება, მაშინ გახდება თურმე ის ტერორისტული სახელმწიფო. ეს არის ზუსტად ის ორმაგი სტანდარტი, რაც არც არავის და მით უმეტეს ხელოვანს, რა თქმა უნდა, არ ეკადრება. სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებაში დღეს 6 პირია დაბარებული. მათ შორის აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილეები. საქმეზე უკვე გამოიკითხა 20-მდე პირი. პროკურატურამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა. იკა ალიშვილი იმყოფება გენერალურ პროკურატურასთან და დეტალებით ის შემოგვერთება. ახლა პირდაპირ ეთერში ლიკა გისმით. მოღალატეობრივ ქმედებად შეაფასა დღეს აფხაზეთის ომის კიდევ ერთმა ვეტერანმა გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული ის განცხადება, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ხვრეტდნენ სამხედრო ტყვეებს. ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებს გენერალურ პროკურატურაში პასუხობს გიორგი მათიაშვილი, რომელმაც ჩვენთან გაიხსენა, ჟურნალისტებთან გაიხსენა აფხაზეთის ომის პერიოდი, თქვა, რომ ის პროკურატურიდან იყო წარგზავნილი სოხუმში კონკრეტულად ომის დანაშაულების შესასწავლად და თქვა, რომ მას მსგავსი რამ, რაც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, არასდროს სმენია და არც უნახავს. გიორგი მათიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი, თუ როგორ ექცეოდნენ ქართველი მებრძოლები და ადგილობრივები აფხაზ ტყვეებს, სამხედრო ტყვეებს, მათ მკურნალობდნენ მათიაშვილის ინფორმაციით ქართველები და შემდეგ უკვე ხდებოდა ამ ტყვეების გაცვლა. ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რა თქმა უნდა, ვიღაცის მიერ შეკვეთილი და დაკვეთილი, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემდეგ გასული არის ძალიან დიდი დრო და იყო საკმარისი დრო და მით უმეტეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეეძლოთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა და გამოეძიებიათ, და განეცხადებიათ. მე ვიმყოფებოდი საომარი მოქმედებების დროს სოხუმში სპეციალურად ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით პროკურატურიდან სხვათა შორის სოხუმის ბრძოლების დროს ვიძიებდით სხვადასხვა სახის დანაშაულებს რუსეთის ჯარის და არმიის მიერ წარმოებული ოპერაციების დროს და მონაწილეობდით ჩვენ ამ საგამოძიებო მოქმედებებში. რაც შეეხება იმას, რომ დაეხვიდათ, მე ბევრი მებრძოლებისაგან გამიგია, რომ აქეთ მკურნალობდნენ აფხაზებს და სხვათა შორის იმ ჩრდილო კავკასიელებსაც და მკურნალობის შემდეგ გადასცემდნენ ისევ იმ მხარეს, რომ დაბრუნებულიყვნენ სახლში და არათუ დახვრეტა აქეთ ხელს უსვავდით თავზეო. ესე იგი, ხებს რომ ვკითხავ ახლა ვეტერანები არიან, თუ ვინც არიან ექიმები, სხვათა შორის ბევრი დღეს თბილისში არიან სოხუმელი ექიმები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მკურნალობდით და შემდეგ გამოჯანმრთელებლებს გადავცემდით იქეთო ბატონო, არათუ დახვრეტა, რას ქვია დახვრეტა, ესეთი თავჯარდამცემი რამ განაცხადა. გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტებზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე არაერთი პირია გამოკითხული. გამოკითხულები არიან როგორც ვეტერანები, ასევე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი, ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი. დღესაც გრძელდება გამოკითხვები გენერალურ პროკურატურაში და გამომძიებლების შეკითხვებს დღეს გიორგი მათიაშვილის გარდა კიდევ 5 ვეტერანი უპასუხებს. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალელიშვილს. მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები მეხანძრე მაშველებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი იმყოფება ადგილზე, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზებნადათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილების გამოყენებით. მათ შორის ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან ერთად კოორდინირებულად აქტიურად ჩართულები არიან სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი ტექნიკის და აღჭურვილების გამოყენებით. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის კობა ფარტენაძის ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბათუმში ორი პირი დააკავეს. გამოძიების მიხედვით ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკებისას ბათუმში ფარტენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელსაც მალევე კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მამაკაცი ცხელკვალზე დააკავეს. იმერეთის პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირის ბრალი კი დაუწრებლად წარადგინება. გამოძიების მიხედვით ბრალდებულები იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, ასევე შეკრებებზე, ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დააკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდნენ. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შენ რა ის თავს უწევ, ბიჭო? რატო უწევ წოს და თო მე ძმაო მე შენას პატიმრშევ და რატო მელაპარაკები მას? რამასე გელაპარაკები? დამიჯექერდი ეგ შენ. რა გითხარი ზედმეტი, გითხარი რა. დაჯექი ერთ რო გეუბნები. რა გინა ძმაო, რამე დამშავებია შენზე. შენ ვინახარ, კაცო? რა საერთოები ერთი მითხარ ლაპარაკში? რამის გამოხატვა გინდა? რამე გაიგონა შენ? რამე გაიგონა შენ ისე და შენ რო ჩაერთო? აბა შენ ასმერთობი ლაპარაკში. რა უფლება გაქვს რო ჩაერთო ლაპარაკში? აუ მომის დათო მაგარ პატივს ხსენო ამსოვიყო ძმაო. დაუსწრებლათაც და ისედაც და რა აგინა ძმაო მე. შენ მომისმინე რატო უნდა მომართო კი არა? რატო უნდა მომართო კი არა? მომისმინე მაგ შეკითხვის გამო ეხლა შენ ვარ იყო მიშიკოსიზე და გიბა აი მაგის გამო ამოგაზრობდი ენას. რატო უნდა მოგმართო სიტყვად აი მაგ სიტყვას რო ხმარობ? შენ გმართავ ასე ჩემი. მომართავ და დედის შენ და სუყოლას ვის მაგას რატო შენ რატო მაგი? რას ქვია ბიჭო მომმართავ ბიჭო ან რატო მომმართავ მაგას უგორიზარ აი შენ ჩემი დედა რა თავს დამაჩეხიებ ბიჭო შენ ბიჭო არა გეუბნები ერთ რაღაცას სიტყვის რეაქცია ყურადღება თორე შენ ისეთ რაღაცას მიიღებ ახლა ამით გაიგერო აი საშვილი ჩვენად ვერ ამოხვალ მაკიდან აი კაროჩი მომისმინე შეყო ბიჭო პატარა რა ფოსტებს გამოდიხარ შენ ბიჭო გაიგე ისეთ რაღაცას გაიჩარიჩებ ამ სიტყვებით რომ ვერც მოლაპარაკე ექნება და ვერც მოსიარული ჩემთვის სიტყვა არის ყველაფერი მე შევა სიტყვის გამო მაგის ოფსლიაზე წავიდე და შენ ამის მნიშვნელობა არ იცი და ამას თუ არ მიაქცევ ყურადღებას ამოგაზრობ იმენას და გადაგახევ თავზე კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებთ, წერს ირაკლი გობახიძე. კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 132 ადამიანი დაიღუპა, 570 კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ. მიწისძვრის შედეგად 86 შენობა ჩამოინგრა და 7 აეროპორტმა ფუნქციონირება შეაჩერა. ჩამონგრეულ შენობებს შორისაა კალიში მდებარე საავადმყოფოს პედიატრიული და ახალშობილთა განყოფილებები. მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით სან-ხოსე-დელ-პალმარში მდებარეობდა, ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქშიც. კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სწრაფად მზარდი ხანძრის გამო დასავლეთ კანადაში 20,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. განადგურდა სახლები. ხანძარი კი ოკანაგანის ტბის გასწვრივ მდებარე ქალაქებისკენ გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა დევიდ ებიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტყის ხანძარი პირველად 7 აგვისტოს საღამოს შენიშნეს. რამდენიმე საათში ცეცხლი ასობით კილომეტრ ფართობს მოედო და სწრაფად გავრცელდა.
გარდიანი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლონდონში ახალი საზოგადოებრივი განათლების პროგრამისთვის $500,000-მდე გრანტებს გამოყოფს. ეს კი მათი თქმით დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა. სტატიაში ნათქვამია, რომ შტატების მთავრობა ბრიტანულ დემოკრატიაში ჩარევაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებით საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს დარეგისტრირდნენ საგრანტო სქემაში დაფინანსების შესახებ. ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამაყი ტრადიცია გვაქვს და არ გვჭირდება ტრამპის ფული ჩარევა ჩვენს დემოკრატიაში. აცხადებენ ბრიტანეთში. ესტონეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. მმართველმა კოალიციამ ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ორმა დეპუტატმა საკუთარი პარტია დატოვა. როგორც მედია წერს, ამ პირობებში მთავრობის გადაწყვეტილებების პარლამენტში გატარება გაუჭირდება. რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უკვე განაცხადა, რომ სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში რეფორმისტებისა და ესტონეთი 200-ის რიგებს კიდევ უფრო მეტი დეპუტატი დატოვებს, თუ გავითვალისწინებთ პარტიების რეიტინგის ვარდას. მაისში ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს. დაიღუპა 5 ადამიანი და მინიმუმ 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით დარტყმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა და თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საპასუხო დარტყმები განახორციელა უკრაინამაც. დრონებით შეტევის შედეგად რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე ვაილბერის ლოგისტიკურ კომპლექსში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ახლა კი ისევ საქართველოს აჭარის მთავრობის სამჯდომარე რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ზურაბ პატარაძე სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა უწყების ბალანსზე არსებული სპეციალიზებული ტექნიკა. ღონისძიებაზე სააგენტოს საქმიანობას შეაჯამეს და დღეს მდგრადი მართვის მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები განიხილეს. სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მწვანე საფარის შენარჩუნება, ზრუნვა, განვითარება, ზოგადად ეკოტურიზმის განვითარება, ადამიანებთან კომუნიკაცია, სწორი რჩევების მიცემა, გაფრთხილება, ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რაც დღეს თვითონ სატყეო სააგენტოს თანამშრომელს ევალება და რომელსაც ღირსეულად ასრულებს. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რადგან უშუალოდ ამ მიმართულებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტის მესამედი იხარჯება, ვინაიდან ბუნებრივი რესურსები არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია როგორც სპეციალური ტექნიკის შეძენის მიმართულება, აგრეთვე სხვადასხვა აღჭურვილობა, რომელიც გადაეცა სატყეო სააგენტოს. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს დავაჯილდოვეთ 21 სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, მეტყევეები, ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ბუნებრივ განსაკუთრებულ ბუნებრივ რესურსს, ჩვენს ტყეს და მათ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. მუშაობ აჭარის სატყეო სააგენტოში რამდენიმე წელია, ფიტოპათოლოგია ვარ. მოხარული ვარ დღევანდელი ღონისძიებებში დაჯილდოვებისთვის. წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობს. ბანაკი 10-18 აგვისტოს იმართება. შემეცნებითი პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. ბანაკის მიზანი მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ ძალიან საინტერესო ბანაკს. ეს არის ბანაკი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომელიც იქნება შემოქმედებითი და სასწავლო მიმართულების. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 35 მოსწავლისთვის მოეწყო საგანმანათლებლო შემეცნებითი ბანაკი. აღნიშნული ბანაკის პერიოდში მოსწავლეები ჩაერთვებიან საგანმანათლებლო შემეცნებით კულტურულ სპორტულ ღონისძიებებში. 10 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ წყალტუბოში გაიმართება მოსწავლეთა აღნიშნული ბანაკი ჩვენი ცენტრის არაფორმალური განათლების მიმართულების ექსპერტები მიერ შემუშავებულია სხვადასხვა პროგრამები, აქტივობები შემეცნებითი მიმართულებით.
თბილისი-პანტიანი მაგლისის ავტომობილო გზაზე 21.3 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. მისი ღირებულება 32 მილიონ ლარზე მეტია და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მისი დასრულება 2027 წელს იგეგმება.